გამარჯობა, ჯიმი დანიკო იწყება. გამარჯობა. შენ გააკეთე შესავალი, ხო თქვი რომ ვაკეთებ ხოლმე. ეგ არის, გამარჯობა, ჯიმი დანიკო იწყება, ძალიან გვიხარია რომ კიდე გვაქვს საშუალება რომ გავიდეთ ეთერში. ურა. აჰა, მით უმეტეს რომ შენ იქიდან მოდიხარ. სავარჯიშო დარბაზში იყავი და სავარჯიშო დარბაზში უკვე შიში დავდივარ. სადაც ზონდერები თავის ფეხით დადიან? არა, მე ეგეთ სავარჯიშოებში არ დავდივარ. ეს არის ეს ყველაფერი რო გადაივლის რაღაც დროს, როცა იქნება, არ ვიცი, როდის იქნება. ერთი რაღაცაზე დამწყდება გული. ერთი რამ მომენატრება ყველაზე უფრო. ამ უკამდენაძის ხუმრობიდან. იმიტომ რომ გამოავლინა ბოლომდე, ეს არის ზეიმი, ეს არის ხუმრობების, იუმორის ზეიმი, ინტელექტუალური იუმორის ფოიერვერკი არის და მინდა რომ აი რო გადაივლის, მერეც გააგრძელოს ხოლმე სხვა ხუმრობების დაწერა, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო ხუმრობებია და გვინდა რომ ხშირად ვისმინოთ ხოლმე. ვისაც არ წაგიკითხავთ, ზირთად ხუმრობს ხოლმე რომ რაღაც ხალხის რაოდენობა ბევრი იყო თუ ცოტა და ხო, მე აი ეს ხო, ჯერ ხო იმ რაოდენობაზე ხუმრობდა, რომ აი კარგი გეტყვით ამდენიო და აი ვიტყოდი იმდენიო, ბოლო ხუმრობა ქონდა ეგეთი, რომ აიო ვიტყოდიო რომ 1984 მიტინგი იდგაო, მაგრამ კაიო, ისაო ძალიან ისაო შევცვლიო და 1001-ს ვიტყვიო, 1001 ღამის ამბავში. მე გადავხედე და ცხოველების ფერმა დავინახეო, არ თქვა? აი ესეთები რო შეეძლოს. სხვა შორის ეს რაოდენობის თულა ჯერ ერთი ეგ იმის ნიშანია რომ მარტო ჩვენთან ხო არ ხდება სერბეთშიც ახლა გავიგე რომ ხალხი რო გამოდის იქ ამბობენ რომ 6000 გამოვიდაო და ფოტოზე ჩანს რომ მეტნი არიან. რეალურად ხო აბსურდია რომ რაღაც შეთანხმებული რეალობა აღარ აქვს რომ რამდენი სად არის და იმის რო აღიარო რეალურად რამდენი ადამიანი გამოდის იმის და მიუხედავად მე ეთანხმები თუ არ ეთანხმები რაღაცა უნდა თქვა რომ კაი ამ ხალხს რაღაცა უყოთ. მთელი ეს ნარატივი ფოკუსირებს მოგწონს დათო როგორ ერთი ღერძის გარშემო რომ ხალხი არ არის იქა და ამიტომ არაფრის გაკეთება არ გჭირდება. ხო, მაგრამ ჯერ ერთი რომ ის უამრავი ალტერნატიული წყარო არის, სადაც შეიძლება შეამოწმო. მერე ბოლო შეუძლია ვიღაცას გავიდეს ქუჩაში და თვითონ ნახოს, ხო? იცი რა, თან რომ ნახოს, ახლა მე იქ ცხოვრობ და გავდივარ ხოლმე სანახავად და თქვა აი გუშინ 4 შაბათს არაფერი ხდებოდა, ნუ რაღაც რამდენიმე მარში მივიდა იქა და ითვლებოდა რომ ხალხი არ არის, არ ხდება არაფერი. გავედი და ახლა 10 საათისთვის 11-ისთვის იყო არ ვიცი რამდენი ქვია, მაგრამ ბევრი ხალხი იყო, ანუ ისე რუსთაველი გადაკეტილი იყო ლეგიტიმურად ბლომად ხალხი იდგა, ესე აი რა შარშან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მაგდენი ადამიანი გამოეყვანა, იტყოდნენ რომ აუ საკაიფოის ჩავატარეთ აქცია და ეხა იყო არა ხალხი იდგა უბრალოდ და ნუ რამდენიმე 1000 ადამიანი დაბალი 1000-ები ალბათ. მეორე პრობლემა ხა ისიც არის ხოლმე რომ აქეთ ხა ბევრი ხალხი რო გამოვა, რაღაცა აპლიკაცია აქვს, ამან დათვალა რომ 200.000 კაცი ვის სულთვლის რომ 200.000 კაცი იყო იმის და მიუხედავად რომ ხა მე ისე არ დამითვლია, მაგრამ შეხედან არ არის 200.000, ბევრია 200.000, მაგრამ ხო, მაგრამ ყოველ გოგომ დათვალა ნახე პრეზიდენტი რო სიტყვით უნდა გამოსულიყო და რაღაცა მაგ დღეს ხელით და ჯერჯერობით მაგ დროს იყო ძალიან ბევრი ხალხი, ოღონდ განფენილი არ იყო მთელ რუსთაველზე. იყო ჯგლეთვა პირველი სკოლის წინ არ გაიჩერებოდა. მე მახსოვს მე ვიყავი სალომესთან წინ, სალომეს ზურაბიშვილთან ინტერვიუს რო წერდით, სიტყვით რო გამოდი, უკარო მოვიხედე, 10 წუთი დამჭირდა, 15 წუთი რომ მერიოტამდე მივსულიყავი, ისეთ ჭყლეტვაში ვიყავით, მაგრამ მოყოლილი. ხო. ხო და იმ გოგომ დათვალა არ მახსოვს სახელი, მაგრამ ერთი ზედა ხედიდან ერთი მონაკვეთი აიღო, ხელით დათვალა ყველა და რაც 1000 რაღაცა გამოდიოდა და რაც უხეში შეფასებით მინიმუმ 20.000 ადამიანი იქ იდგა, რაც ჭკუასთან ახლოს იყო, იმიტომ რომ გავდა ეგრე, რა ვიცი. აი, რო პროპაგანდისგან რო გავასუფთავოთ მსჯელობა, ხო? აპრილიდან მოყოლებული უფრო გვიანი პერიოდიდანაც, ხო? აი, მაქსიმუმი რაც იყო ქუჩაში გამოსული, ან მაქსიმუმები რაც იყო, ხო? დაახლოებით იმ რაოდენობის ადამიანი არის ისევ ოპოზიციურად განწყობილი, ასე ვთქვათ, ხო? პროტესტმა მიიღო ასეთი სახე, ხო? აი რაღაცნაირად ნელ ცეცხლზე რაოდენობით თუხთუხებს და პერიოდულად აქვს ხოლმე პიკები. აი ახლა თუ ხელისუფლებას, ნუ მესმის ეს პროპაგანდით რომ ცდილობს რომ გაისაქნას, გაუბრალოს, ხო? გაატრიზაოს, ასე ვთქვათ, ეს პროტესტი. გააბაიბუროს. ხო. გააბიაბუროს რომელიღაცა. ხო, მოკლედ, აი ეს მესმის თუ ეს აქვს ამოცანად, ხო, ბუნებრივია ესე მოიქცევა. არ არის ბუნებრივი, მაგრამ ესე მოიქცევა. მაგრამ თუ ობიექტურად აი ერთმანეთში საუბრობენ და აი ამ დასკვნამდე არ მიდიან რომ საპროტესტო
მუხტი არ იკლებს და ეს ესეთი ფორმა შეიძინა ამ პროტესტმა, ხო? რა ახლა ერთმანეთს ატყუებენ. ხო? იმიტომ რომ გამოხდება ხანი 2-3 დღის მერე ისევ გაივსება ქუჩა. მერე გადავა რაღაცა რუტინაში, ხო? ისე. თან რატო ხდება ხოლმე სპიკები, რატო აქ არის? იმიტომ რომ ის როდის იყო 5 დღის წინ უცებ რო გამოვიდა ყველა ქუჩაში იყო და ყველა შეიყო რომ დღეს რატო ანუ ხო და აი თვითონ ახლა უყურე ეს პროპაგანდა იდეალური ხო არ არსებობს, თვითონაც მართლა მატრიცა ხო არა აქვს შექმნილი და ის ხო არ არის ნეო და რაღაცას მდინარაძია, ხო? სადღაც გაეპარებათ ხოლმე ეს ისა ხარვეზი. აი რო თქვა რომ აი ეს თუ ეს ილუსანმა იყო რო აღმოაჩინა რომ აი ეს ძველი ფოტო გაქვთ დადებული რაღაცა და 200 როდინდელიც არის ის ფოტო. მაშინაც ხო ამბობდა რომ 3000 იყავითო, ხო? ანუ როდის მაგაც ყოფილა 200,000, ანუ ყოფილა, ხო? ახლა ერთი წლის მერე ამ იმაზეც იტყვის რომელიღაცაზე რომ ძველი ფოტო და თან რაღაცა არ არსებულ იმისკენ მივდივართ რომ 20 იანვარს ელოდება ყველა ამერიკაში როცა ელოდებიან რომელსაც რისთვის ელოდებოდნენ რომ ვის ეგონა რომ 21 იანვარს კარგი დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გამოვიდა და იყო რომ ეხა დაგილაგებთ საქართველოს ამბებს რომელიც დარწმუნებული ვარ რომ მის ტოპ 100 პრიორიტეტში არ არის რაც უნდა გააკეთოს და როგორც და deep state-თან ბრძოლა რომ მოიგონეს რომელიც deep state იცი რა არის მე გეტყვი რა არის deep state. თვითონ ტერმინი გახდა აქტუალური დაახლოებით 10 წლის წინ 2016 წლის მიდამოებში, როცა დონალდ ტრამპმა და რესპუბლიკურმა პარტიამ დაიწყო ეგრეთ წოდებულ deep state-თან ღრმა სახელმწიფოსთან ბრძოლა. თვითონ ტერმინი რაც არ უნდა უცნაური იყოს, სავარაუდოდ მოდის თურქეთიდან. ეტიმოლოგიურად ჯერ იქ თურქულად deep state-ი ეგრევე ითარგმნება ხოლმე და იგულისხმება რომ არის ერთგვარი პარალელური სახელმწიფო, ჩრდილოვანი ვიღაც ტიპები არიან, რომლებსაც განსაკუთრებული თანამდებობა არ უკავიათ. არ აინტერესებთ არჩევნების შედეგები, ვინ მოვიდა და ვინ წავიდა, რათან ბიუროკრატები არიან, ან თურქეთის შემთხვევაში სამხედროები არიან, ან კრიმინალები და თვითონ მართავენ სახელმწიფოს ისე რომ არჩევნებზე არ არიან დამოკიდებულები. განსხვავებით გლობალური ომის პარტიისგან, რომელიც საერთოდ არ არსებობდა. ერთი ეს მოიაზრება რომ უფრო ნაციონალური მოვლენაა და მეორე ზოგ ქვეყნებში რაღაცა მსგავსი არსებობსავით. მაგალითად ირანში ეროვნული გვარდია თუ ნაციონალური რევოლუციური გვარდია რო ყავთ, ეგენი არც არჩევითები არიან, არც არაფერი და ბევრ რაღაცას ეგენი წყვეტენ. ის გუშაგები. გუშაგები, ხო. ან როგორც ამბობენ ეგვიპტეშიც არის ეგრე და თურქეთშიც იმიტომ იყო რომ სამხედროები, არ ვიცი ხა ამბობენ რომ ოსმალეთის პერიოდიდანო და მე 90-იან წლებში ამერიკაში ძალიან საკამათოა რამდენად ეს ჩრდილოვანი კაბინეტი არსებობს, ვიღაც ტიპები, რუხი ბიუროკრატები, რომლებიც ქვეყანას მართავენ და რაღაცა იგულისხმება რომ რაღაც არაფორმალური გაერთიანება, ვიღაც ტიპები არიან, რომლებიც რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ იმის და მიუხედავად ვინ არის სათავეში. ხო და კიდევ ერთხელ ზოგ ქვეყნებში ეს deep state-ი შეგვიძლია ვთქვათ რომ არსებობს. ირაკლი ყობახიძე რო ყვებოდა, რომ გახარიონ და გადაგვეყენებინაო მინისტრობიდან 15 წუთი ითხოვაო და 15 წუთში რომ deep state-იდან ზარი გაისმაო. პირველი კითხვა რაც მქონდა რომ საიდან რეკავდნენ ქართუს ოფისიდან, იმიტომ რომ სხვას კიდევ ვინმეს უჯერებენ ხოლმე, ანუ ვიღაც რამდენიმე ტიპი ყავთ, რომლებიც მას აძლევენ დირექტივებს, იმიტომ რომ ჩვენთან ეხლა ცოტა გძლად ვიტყვი ჯერ ისეთ რაღაცას, რაც სულ ყველამ კარგად იცის, მაგრამ რახან ჟურნალისტები ვართ და რაც ფაქტებით შეგვიძლია რომ დავადასტუროთ, იმას ვამბობ. ერთი ვიცით რომ ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია, მიუღია გადაწყვეტილებები, ვინ გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრობიდან, ვთქვათ ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი გადამდგარა, გამოუხატავს უკმაყოფილება გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც ცოტა ფეხი აითრია და შემდეგ მოიშორეს კინწისყრით მაშინვე და პირადად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც თვითონ თქვა ინტერვიუში, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო პრეზიდენტი, ისე რომ თავის გუნდს არ დაეკითხა არაფერს. ეხა ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ ხშირად არ ურეკავს და მე ვენდობი, მგონია რომ სწორს ამბობენ. ასევე ბიძინა ივანიშვილზე ბევრი რამე უთქვამთ, მაგრამ არავის არ უთქვამს ესე, რომ სულ ელიაო, ანუ ჭკუა, რაღაც. არავინ მაგას არ აბრალებს. და სავარაუდოდ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის იღებს, ეყრდნობა ვიღაც სხვა გუნდს, ეკითხება ხალხს, რომ როგორ მოვიქცეთო. ეს ხალხი ვინ არიან? კაციშვილმა არ იცის. ანუ ეს არ არის ირაკლი ყობახიძე სავარაუდოდ, როგორც რავი ჩანს იქიდან, ახლა მე ქართუს ოფისში არ ვიზარვარ, არც ვიცი ვიზია ლაპარაკი, ზოგი შეიძლება დისტანციურად მუშაობს, ზოგის ერთ ოფისში, ზოგი მეორეში, მაგრამ თუ რამე არის deep state-ი, რამეს სახის დეფინიცია არსებობს მაგისი, ეგ არის ეგ რომ ვიღაც ტიპმა შეიძლება დაურეკოს თქვათ პრემიერ-მინისტრს და უთხრას რომ გამარჯობა ისა არა ანატოლი ხანგოშვილი, არ ვიცი რატო არის პანკისელი ანატოლი რატო ქვია, მაგრამ ნუ ვიღაც ტიპია ბიძინას დავალებით, ხო იცით ვისი დავალებით გირეკავთ და რაღაცა უთხრას და სავარაუდოდ რაღაცა გაკეთდება, რასაც ეს ვიღაც ტიპი იტყვის. ასე რომ
გაგრძელონ deep state-თან ბრძოლა, ამერიკული deep state ჩვენთან არ მოდის. ამერიკული deep state თუ არსებობს ის თავისი ქვეყანა ადარდებს. ისევე როგორც ეგვიპტეს და ჩვენი ეროვნული deep state გვაქვს და რა ვიცი მე. ხო, არა, ახლა შეუშვეს ეგ ასე ვთქვათ ნარატივში ნიკო, რომ 20 იანვრიდან, ნუ პრინციპშიო ჩვენი გასაკეთებელი თუ არ გავაკეთეთ, ტრამპიო რა ახლა. ხო, ყველა ეგრევათ როდი უნდა ვიყოთ კი გარა იმაზე დამოკიდებული. ხო, არა, ანუ ხშირად ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ან აქციის მონაწილეები, რომ აი რაღაცა ევროკავშირი რაღაც საბოლოო ჯამში არც ანუ ისინი რომ ამბობდნენ, რომ ცალფეხზე გეხართ ბრიუსელის გარშემო, თვითონ ცალფეხზე ტრამპის და მასკის გარშემო დარბიან ბევრი ადამიანი ერთი და მეორე არც ერთი ასწორი ცხადია და არც მეორე, რომ ჩვენი თავი ჩვენადმე გვეყუდნოდეს და ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, რაც არის სწორი და როგორც ქართველებს გონიათ. 20 იანვარი დარწმუნებული ვარ თუ თავის დროზე ფიქრობდნენ, რომ ეს 20 იანვარი კარგად მოვიფიქრეთ, ეს ტრამპის ინაუგურაცია და მე რაღაცას მოვიფიქრებთ რა, ახლა ეს 20 იანვარიც ხომ მოვა და მე რაღაცა. მეორე, ასევე გაჩნდა, ეხლა ვლაპარაკობდით დაწყებამდე ნასტასია არაბული ჩვენი მეგობარი და კოლეგა იყო მოსული და მარტო მისგან არ გამიგია ბოკვერის ამბავი. მან თუ არიცით რანაირად არის? მაინც უნდა თქვათ. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ჭავჭავაძეზე დაქრო და პორშეთი, სწორია, ბასლეინზე, სწორია და ეფერებოდა ლომის ბოკვერს. რამაც ხელზე საათით. მარჯვენა ხელზე საათით? გოიმობა ეგა არ ვიცი. რატო მარცხენაზე უნდა გქონდეს, ხო? და თუ ცაცია ვარ? აი შენ პრობლემა არ არის. და თუ 2 საათი გაქვს? რაზეც ატყდა? არის საშუალება, კორიდა. რაზეც ატყდა მთელი ამბავი და ბოლოში მოკლედ დღეს იყო რომ მან გადასცა საზეიმოთ ეს ბოკვერი. რამდენად საზეიმოთ? საზეიმოთ. აზრს დავამთავრებ რომ ნასტასიას და სხვაებიც ამბობენ რომ ამდენი ნასტასიას აქ თავისი ტკივილი ყოველ დღე წერს ინტერვიუებს, ნუ თითქმის ყოველ დღე ნაცემ ხალხთან, რომლებიც საშინელებებს ყვებიან, რომელიც ჩვენ საიძე რომ შემოხვალთ. არის შეიძლება ზოგს დაუჯერო ან არ დაუჯერო, მაგრამ არის აი სახე გაპობილი ტიპები, ფოტო აქვს გადაღებული, რომლებიც დაწრულებით ყვებიან დაკავების შემდეგ, დაკავების დროს ხელი მოუხვდათ და ძალა გადაამეტეს და 4ჯერ ჩაარტყეს, ერთიც გნასვლად არ იყო. კაბინეტში ცემები, პოლიციის გასვლა, იმეების შემოსვლა, ხელის მოტეხვის მცდელობა, დედის გინება, ამას რატო უწყვეტი ცემა არა, აი დროში გაწელილი გასვლა შემოსვლა, საშინელი ამბები, ერთმანეთზე უარესი ამბები და ამიტომ ხა მაგას რო წერ ფიქრობ რომ კაი რა ბოკვერის დედაც და რაღაცა ხალხს ნახე რა დღეშია და ისრები გაასწორეთ ამ კონსტატაციას, მაგრამ ამ ბოკვერს ჰქონდა ჩემი აზრით რეზონანსი, აი რატო რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ თუ რაღაც გროზნოში გავიღვიძებთ ნარატივი რო იყო, ერთ დღეს გავიღვიძებთ. აღმოჩნდა რომ ვიღაც ტიპი ესე მარჯვენა ხელზე საათი დაქრის ბასლეინში და ბოკვერს ეფერება, იმიტომ რომ ინსტაგრამზე კარგად დადოს თუ რაღაც და ყველა ამბობდნენ რომ აი ბრადა როგორ არის ეგ მიმი? ბრადა no brother. და მეორე იყო მაგის წინ ამბავი, რომლის შესახებაც ვერ გავიგეთ საბოლოო ჯამში რა მოხდა, რომ ასპრიაში, რომელიც არის სავარჯიშო დარბაზი, რამდენიმე არის ეს დინამო სტადიონზე, იყვნენ შევარდნილი ვიღაცები, ერთი ბლომათ ადამიანი, რომლებიც ეძებდნენ სხვა ვიღაცას საცემრად, გარშემო აუკრძალეს ხალხს, ხელი მიარტყეს, მოარტყეს და არ გადაიღო ბიჭო რაღაცა და ვერ იპოვეს თავისი ვინც იყვნენ და წამოვიდა. ივარჯიშეს და წამოვიდა. ანუ როგორც ტელევიზორში ამბობენ და როგორც ეს იყო ხარებას ხალხი, რომლებიც ეძებდნენ ხარაზიშვილის ხალხი ეძებდა იმ ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის გიორგი შინჯიკაშვილის რაღაც დაჯგუფების წევრს ვიღაც უბილავას გვარა გიორგი, რომელიც მთელი ის იყო. ეხლა რა მოხდა სინამდვილეში? არ ვიცით, იმიტომ რომ გვაქვს წონა ვერ გაიყვეს ნიკო. რაღაცა რომ მოხდა, ვიცით, იმიტომ რომ ხალხი იქ იყო მისული, ფოტოები არის გარედან, რომ რაღაც მანქანებია გაჩერებული და ხალხი. არის უამრავი თვითმხილველი, რომელიც ყვება რომ რაღაცა მოხდა. ამაზე გამოძიებაზე ლაპარაკი არ არის. ასპრიას ხალხმა თქვა რომ ჩვენო აქო გავრცელდაო ხმები რომ ჩვენი ინვენტარი დაზიანდაო და არა არ დაზიანებულაო, რაღაცა ხმებს გვირცელებენო, ვიღაც ალბათ კონკურენტები არ ვიცი. კიდე მთავარი რაც თქვა, ეგ იყო რომ კამერები ორი თვია არ მუშაობს. არც ერთი კამერა არსად გარშემო. დინამოს გარშემო, სადაც ის არის ხალხი ბასიანის რიგში დგას და იქ კამერები საჭიროა რომ რაიცი ბიუჯი რა ჩაპატარა ჩანთა ჩაუდო ვიღაცას რო იქნება დაიჭირონ. ანუ აშკარად შელებილში გავიღვიძეს მაგას ვეძახით რომ გამოდიხარ კანონი არ წერია ვიღაც ხალხისთვის, ათობით ადამიანისთვის რომლებიც ერთმანეთზე ნადირობენ ქალაქის ცენტრში საცემრად თუ არ ვიცი რისთვის. ამასობაში
ეს ბასლაინზე დაქრის მარჯვენა ხელზე საათი უკეთია, რაც მთავარი პრობლემა ყოფილა, როგორც კორეცისგან გავიგეთ და ეგ იყო ნერვების მომცვლელი თორე ხომ ერთმა შეარგოსა ყავდეს ბოკვერი ხ დარწმუნებული ვარ რომ ლაშასთან უკეთესად იქნებოდა ვიდრე სხვებთან, მაგრამ მან კიდე რა პრობლემაა, იცი რომ აი სხვაზე რო არ ფიქრობ ადამიანი. სხვაზე არ ფიქრობში რა იგულისხმება. ეხა არის დეკემბრის ბოლო. პატარა საყვარელი ბოკვერია მოეფერება. თებერვალში რას უშვება? ანუ რამდენი ხანი იქნება ის პატარა საყვარელი კატა, როცა თინეიჯერი ჰორმონალური ლომი გახდება, რომელიც უხასიათოა, ანუ იმას თუ წარმოედგინა აქამდე, რომ ეს თავის მეგობარ ლომთან ერთად ივლიდა და პორშეს უკანა იმაში ჩაისვამდა და ის ესე იჯდებოდა და ძალიან ლამაზად რაც ინსტაგრამზე არ ვიცი, ვიღაც ჩეჩნებს გაუგზავნიდა თუ ვის დაუფსებდა თუ ვის მოწონს ეგ ისა. ანუ თავის მოსაწონებელი ლაშა ბექაურს რო აქ ეგეთი არავის არ აქვს. ტიპი შეუძლია ესე ნახე ორი ოლიმპიური მედალი მაქვს და всё რა ბოკვერი, რა მარჯვენა ხელზე საათი, რა პორშე. მარჯვენა ხელზე რო უფრო კონკრეტულად ვთქვათ რატო ეგეთ, ამიტომ რომ მარცხენა ხელით იღებდა ფოტო და რო გამოჩენილიყო რა საათი უკეთია. ძალიან ძვირად ღირებული საათია როგორც. ეჭვი არ მეპარება, ვერც ბერუნცის, მაგრამ ამ სხვანაირად ვერ გამოაჩენდა მაგას. იგივე ხელზე ხო არ გაიკეთებდა რითაც იღებდა. ეგ ამბავი. თან ეს ლომი რატოა კი პრობლემა, რომ ბევრი სხვა მიზეზის გამო რატო არის მაგაზე ლაპარაკი. ერთი რომ როცა გაიზრდება რაღაცა ხო უნდა უყო ის შენი მეგობარი არ არის ძაღლი არ არის იმას ვერ დაიმეგობრებ. რაღაც მომენტში შეიძლება დაგბუბნოს და სახე აგაცალოს. მეორე, ეხლა მესმის რომ ბევრი ფული აქვს და საათი რაღაცა ისა. ერთი ალბათ $10,000 ჭირდება რომ ეგ ლომი შეინახო ისე რომ ისე რა იყოს. ანუ ბედნიერი და კარგად კი არ იყოს, ნუ არა უშავდეს რა. ანუ რასა ეხლა რომ ამბავი არ ამტყარიყო და იმისთვის არ მიეცა ზოოპარკისთვის რას უშვებოდა მე? ვოლიერში უნდა ყოლოდა და მაგას აი სუმოვლა ჭირდება, სულ რაღაცა კარგად ის არასდროს არ იქნება და საშიშია რომ რაღაც მომენტში ყურადღებას მოადუნებ და ვიღაცას შეჭამს, იმიტომ რომ ლომია, ანუ იმას ჭყვა არ მოეკითხება. ძაღლი არ არის აპექს პრედატორია, თავისი ის აქვს. თან ეხა ვითომ რომ გადაიჭრა პრობლემა. ზოოპარკს რო შეეტენა ეს ლომი, ფულიც მიცა რომ ის მოუვა რონიმ ლომს, იმიტომ რომ ფული არ ჯდება იმის მოვლა. ანუ არ გადაუხადა რამდენიმე $10,000 რომ ზოოპარკს არ კითხა რომ ჭირდება თუ არა ლომის ბოკვერი და ზოოპარკს ფულ ვინაძლევს. ბიუჯეტი. ხო და მოდი დავამთავრებ, ანუ დარწმუნებული ვარ მაგაზე არ უფიქრია, მაგრამ ლაშა ბექაურის Instagram stories ბოლოს ვიხდით ჩვენ მაგის ფულს. ბიუჯეტი იხდის მაგის ფულს, რომ მაგის ინაყიდი ლომის ბოკვერი, რომელიც სავარაუდოდ კონტრაბანდით შემოვიდა, მე ვიღაცას მისცეს და კი არ მგონია რომ მაგდენი იფიქრა, მაგრამ ხომ და იფიქრო რომ ეხა 2 თვე გავა და არ ვიცი ლომი რამდენ ხანში იზრდება, მაგრამ ნუ 1 წელიწადში ის იქნება საშინელი მტაცებელი, რომელიც უნდა იყოს მოშორებული ყველაფერს. მან კიდე ბოდიში ჯიმი ერთსაც ვიტყვი რომ ჩემთვის ყველაზე კიდე პრობლემა რაც არის გარდა იმისა რომ ნუ ბასლაინზე დადის და ლომის ბოკვერს ეფერება რომელიც როგორ შემოვიდა საერთოდ ეს ლომის ბოკვერი ანუ ეგ არის ამბავი რა რომ რანაირად ხდება ეგ რომ ეგრე მარტივად შეუძლიათ ლომის ბოკვ ანუ იქიდან ხარ შემოვიდა რა ქვია არ ვიცი საიდან ანუ ამაზონიდან არ გამოუწერია და მე Facebook-ზე ნახე წერდნენ რომ სხვებიც არიან ანუ არის რაღაცა სისტემა აწყობილი და მართლა ძალიან საგანგაშოა, იმიტომ რომ თქვა ნარკოტიკებით შემოდის კონტრაბანდით, ხო? ნარკოტიკზე შეიძლება თქვა რომ როგორც იმაში არის Breaking Bad-ში, რაც მაიონეზში არის დამალული და გამორჩა, შემოიტანეს, შეიძლება ერთ ვიღაცას ფული ჩაუჯიბეს, ლომები რო შემოყავს, ანუ მაიონეზში ხო არ არის დამალული, უფრო მეტი ადამიანია ჩართული ამ დანაშაულებრივ ოპერაციაში. ვინც თვალს ხუჭავს, ვინც ემაშება. აი კადიროვს აქვს ზოოპარკი, ხო? მას ყავს ეს ვეფხვები ლომები. წლების წინ ხო არ ვიცი წლების წინ იყო გატაცებული ამით და წავიკითხე ახლა გუშინ თუ დაგუგლე და მოვწებნე რომ ძველი სტატიები არის სადაც ის ოცნებობს ესე თქვი ხარისხიანი ზოოპარკის შექმნაზე მაგრამ ეს გააკეთა ზოოპარკი თუ არ გააკეთა და ესე კერძოდ ხავს ხო ლომები და ვეფხვები არ ვიცი ძალიან საერთოდ დაემთხვა იმ ჩიმაევის სტუმრობას ხო ეს ბოკვერი ხო ნუ ემჩნევა რომ ჩიმაევი ვინ არის ახსენეთ ამ ხო ეს ხამზად ჩიმაევი ამ UFC-ს ძალიან ესეთი გამოჩენილი რომელიც ჩამოსული იყო ხო ჩამოსული იყო აი კალაძესთან ერთად ფოტოები გადაიღო ხო და შეიძლება მან ჩამოუყვანა ეს ზუსტად არ ვიცით ახლა ეს ამბავი თვითონ უნდა აინტერესებდეს ამ იმას რაღაც სახელმწიფოს და რაღაც პასუხისმგებლობას თუ გრძნობს თვითონ ეს ბექაურიმაც რომ ორი სიტყვა თქვას დაჩუქა და მე რაღაც ხო მაგრამ უყურე მაინც საზღვრის კვეთა ამ ცხოველით არის ეს არ არის რა ხო ვიცით ჩვენ ეს ფიტოსანიტარული და რა რეგულაციები არის
ის ცხოველი რო გაიყვანო საზღვარგარეთთან გადააფრინო არა რა ლობი ხო ჩემ მეგობარს ყავს კატა მატოს რომელსაც უნდა რომ წაიყვანოს ახლა საზღვარ ვერ მიიღავს იმიტომ რომ მილიონი საფუთი ჭირდება და ეს ეგზოტიკური ცხოველები ანუ ცხოველები რომლებიც აქ არ არიან ხო აი მათთვის ეს ენდემური გარემო არ არის ხო ის მათზე კიდე განსაკუთრებული რეგულაცია არის ხო და შენ რო ამბობ აი ისა ბევრი რო ფიქრობს რომ აი საბჭოთა კავშირში დავბრუნდებით და ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ და საბჭოთა კავშირში რუსეთში სადაც აი ხო და უყურე ჩვენთვის ხო ჩვენ არ გამოგვია არც პეტერბურგი და არც მოსკოვი ხო გამოგვია აი ისა ჩრდილოეთ კავკასია სად წერია რომ ქალაქის ცენტრში შეიარაღებული შავებში ტიპები ესე შევარდნენ თან გონია რომ შენ არ შეგეხება აბა იქ ვარჯიშობა შეიძლება აგარტყან ხელი შენ შულს აარტყან ხელი რომელიც მისულია რომ ჰოპ ცოტა იქნება მასა გავიზარდო და ამ დროს ვიღაცები შემორბიან და ეგ ცალკე ამბავი არის რომ ჩვეულებრივ რუდის ხდებოდა ხო თავზე შეიძლება ჩამოიცვას ეს ბოდიში ჩულკი ან რაღაცა და ირბინოს ესე ვიღაცა გალახოს რაღაც გააკეთოს რუდის ხდებოდა მხედრიონის დროს მაგრამ ნუ ხო აი ეს მოცემულობა რომ ესე იოლად მიიღო რომ აი პოლიციელიც ახლა მეტროში რო იყო ხო უყურე ხა დიდი დრო ხო არ გასულა და ვითომ რომ ეს ძალადობა რაღაც გაქრა იმიდან ქუჩებიდან და ტელეეკრანებიდან თითქოს არ ყოფილა ხო ახლა ამას გვაგუებენ რომ თითქოს არ ყოფილა და იტიპები ითხოვენ ლაპარაკს რაღაც დოკუმენტებით ის იმ დღეს Human Rights Watch-ის ანგარის უყვებოდნენ რუსთავიორზე პაპუაშვილს გუშინ ხო და ეს ეკამათებოდა Human Rights Watch-ის ექსპერტებს და ანგარიშებს და გეგონება აღარ გადაახვიო იმ ნახავ ხო რა თმინდა ეს Human Rights Watch-ის დოკუმენტირებული რაღაცა ხო და რა საიდან დავიწყე რომ აი ეს რომ მიიღო ამ პოლიციამაც და სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ შეგიძლია თავზე რაღაცა ჩამოიცვა და გააკეთო და მოიქცე სრულად უკანონოდ ხო ეს რომ მიიღო აი ეს არის ჩემთვის შოკის მომგვრელი აი მეტროში რეიდს ატარებდნენ აი ჯერ როგორ გავს ეს რუსეთის ამბავს რომ იდგნენ იქა ვინ არის ლიცო-კავკასკაი ნაციონალნასი და პრიპისკა გააქვთ თუ ისა ჩაწერილი ხარ თუ არა აი ესე მეტროში იდგნენ და თავზე ეს ჩამოცმული. ნუ ახლა მეტროს ადგურში დგახარ. ჩვეულებრივი ისა ხარ, პოლიციელი ხარ. თუ იცი რომ კანონს იცავ, რატომ ალავ სახეს და რატო გინდა ეს ამის ჩამოცმა? უფრო ლამაზი ხარ, უფრო კარგი ხარ. ხო კანონს აღასრულებ, ხო მართლმსაჯულებას ემსახურები. რატომ იღებ ამას? და მე ეს რომ მომრავლდნენ, ხო უცად გამოცვიდებიან ვიღაც ტიპები და ყველას თავზე აქვს ჩამოცმული. რამის ეს ისა, სალომე ზურაბიშვილი რო იქ იმ სცენაზე ადიოდა, იქაც ეგეთი ტიპები დახვდნენ. ანუ თან ახლა ჩავხედე რატო ავიღე ის კაცი რომ მიეხვეთ, ანუ ტიპს უნდა სცენიდან გადმოეკლო 72 წლის ხალი პრეზიდენტი. აი რომ მიეშვათ ახლა დაცვას რო გადმოაგდებდა ხო ანუ ჩაიყვანდა ნუ აი როგორ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა დაგავალოს და ვერ გაანალიზო რომ რაღაც სიგიჟეს გაკეთებინებენ ხო და აი ხა ჩავხედე რომ სვიტარიძის სახელი არ შემშულა და რომელსაც ჰქონდა კი ერთხელ ჩვენთანაც უამრავი ამბავი მაგრამ თავის სტატუსად უწერია ხო მეც წავიკითხე რაღაც სრული სიგიჟე დაწვრილებით კონკრეტულად და შეიძლება წაიკითხო და არ დაიჯერო ფოტოები არ ახლავს თან მაგრამ თვალი უნდა ამოიქცო რომ არ დაიჯერო რომ რასაც ამ ამბების არის ძალიან მნიშვნელოვანი რომლის დოკუმენტაციამ ჯერ ვისაც არ წავიკითხოს არ წავიკითხავ ამონარიდებს მაგრამ როგორ ქუჩაში საპატრულო პოლიციამ გააჩერა ჩამოსვეს ბორკილებით მიიყვანეს და რამდენიმე ამბავია როდესაც პოლიცია გადიოდა ზონდერები შემოდიოდნენ ურტყამდნენ და თავბრუმ ეხოდა და გული მეროდა პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეგ ბიჭები თავის საქმის ექიმები არიანო ბჭყალებში ამ ქალაქში ასე პროფესიონალურად საქმეს არავინ ასრულებსო სუ ირონიით რომ ეხავე სასწრაფო მოვავებდნენ ეხავე ის მოვავ არაერთხელ ცემეს და თან ანუ ეხა ციხეშია რუსთავის მე-6 ციხეში რასაც ეს ყვება ის კი არ იყო რომ შემოელახა ვინმე ეგ არის სისტემა მთელი აწყობილი რომ გაკტეხონ და ისაქნან ეხა მოფიქრებული არ არის და მაგაზე ხალხი მუშაობს. კი. აი ხო ფიქრობ რომ აი გამოვა ისა და დამრიგებელი კი არა გამომძიებელი ისინი შემოვლენ გაგსისხლავენ და ეგრე ვარ. რო კითხულობ ამ საშინელებებს ხო 1 და 2 არ არის არც 10-ია და არც 20-ია უფრო მეტი არის რო კითხულობ ხო აი თითქოს რაღაცნაირად ღლის აღარ გინდა წაიკითხო მაგრამ მეორეს მხრივ ფიქრობ რომ აი ზუსტად დასაწერი არის მძიმე სამუშაო არის მაგრამ გასაკეთებელია რატო იცი აი გავა დრო ნიკო და ვიღაც ტიპები გამოვლენ მე აი ეს რეპუტაციულად ისევ გადარჩენილები ან რო ფიქრობენ რომ გადაშა იტყვიან რომ რასაში არ ვიცოდი ეს რო ხდებოდა აი დამიჯერო აი სად აბა სად მენახა არ ვიცოდი ეს აი
წარმოუდგენელია, ყველაფერი არის ხელის გულზედებს, ხო და მაინც საჭირო არის ამას მიეცეს ესეთი ფორმა და იყოს იოლად ხელმისაწვდომი. აი რო რაღაც სიგიჟეებს რო წერენ, ხო, აღარ გინდა კამაჩი შესვლა, აი აღარ ვეღარ პოულობ ამ სიტყვებს რაღაც არგუმენტირებულ მსჯელობას, პირდაპირ გინდა და ალბათ აკეთებ ესეც, ხო, აიღებ და ვიდეოს ჩაუგდებ. აი ისეთ ვიდეოს რომელსაც არანაირი სიტყვა არ ჭირდება. აი ტევე პირველი ოპერატორს რო ცემენ თავზე რო უხდე 20 დღეა გასული ხო? ხო არავინ კაციშვილს არ დაუკავებიათ. ვიცით რა ხდება? იცით ასე. ანუ ვიცით რომ გამოძიება მიმდინარეობს, იმიტომ რომ მაკა ელაპარაკაით და იმათ თქვენს რომ იქნება გაიქცნენო ქვეყანა არ გაგწევლან ვიცით ესე უთხრეს. ხო ამ ლომზე და ის ბოკვერზე ხო აი ის მან ძიუდოს ეროვნული ნაკრების მსვლელმა შენ რო ამბობ რომ აი ეს რაციონალურად რომ ერთი თვე რო გავა, ორი თვე რო გავა, ექვსი თვე რო გავა, რა დიქცევა ეს ბოკვერი ხო ეგეთ საყვარელი არ იქნება თითს ვერ ჩაუყობ პირში და ასე და მაგრამ აი ყურე როგორი რაღაც არის ეს ქუჩის ძაღლები რო არიან მომრავლებული, მათ შორის ჯიშიანები, რო სავსე არის უბნები და ისინი ჰასკებით და კავკასიური ნაგაზებით და ქოსებით და იმეებით და ეს რა არის? აი რო შენი გაგრძელება, დიდი ძაღლი, ლომი, ვეშაპი ეს და როგორ შეიძლება შენ ესეთ იმას ტარიელ მკლავაძეს ყავდეს ის ბალონკა და ჩიხუაღი კურდღელია რაღაცა. ეს არის ახლა უყურე როგორი რაღაცა არის აი ეს გუჯეჯიანი ამბობს რომ ლომკაცი არისო და რა გიკვირთო რომ ისა აი ხა უფრო საყვარელი ხო აი ეს რაღაც ისა ინფანტილურია აი მე ვფიქრობ რომ აი ბევრი რამეა ეს აი რომ საერთოდ ამოვარდნილი ხარ ამ იმიდან სოციუმიდან და ამ საკანონმდებლო სივრციდან ადამიანს სიტყვაზე რომ გაგიჩნდეს რაღაც იდეა გიჟური იდეა ხო ძალიან ემოციურად და ძალიან აი ავარდი და რა კარგია. შემდეგი ნაბიჯი არის როგორც წესი გონიერი ადამიანის, ახლა რამდენად ეს არის კანონიერი. რაღაცას რო აკეთებ, ხო, სუფიქრობ, ხო? აი შეიძლება უცბად პირველ წამებში ვერ იფიქრო, მაგრამ მე რო გაგივლის ან რაღაცა დაფიქრდები. კანონიერზე უფრო რამდენად ხო და ინფანტილურია, ხო, ინფანტილურია, რომ კაცი ლომია, აქილევსი არის, ზევსის რჩეულია, ორგზის ოლიმპიელია და ლომს იმსახურებს. ჰერაკლეს ხო ქონდა ლომი. იცი რა არის? მაგისთვის ის არსებობს. მე მგონია რომ თქვა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონს, კი, კანონი ყველასთვის თანასწორია რაღაცა, მაგრამ თუ რაღაცა მოუნდა, შეიძლება რომ დაჩქარებული წესით გავუკეთო. თქვა რომ აი ესენი მჭირდება, ლომი მინდა ვიყიდო, ნახე იქ იქნება. აი, მაგალითად ვიზა რაღაცა. რაღაცა ვიზა, ხო, ანუ შეიძლება აცრები ჭირდება ალბათ იმ ლომს, ხო? არ ვიცი, აცრილია საიდან ჩამოვიდა, მანამდე სად იყო? კორონავირუსი რო გავრცელდა ამას წინათ, კი ალბათ არ გავრცელებს ეს ბოკვერი არაფერს, მაგრამ რა იცი, მანამდე იქნება ღამურებთან ერთად ეძინა ლექს. და პანგოლინებთან ეგრევე ვერ გავიგეთ. ან სველ ბაზართან, ან ჩინეთის რას ლაბორატორიაში იყო მოთავსებული. ხო, არა, მე ვფიქრობ რომ მოკლედ აცრა ჭირდება ყველას. და ქაღალდები ჭირდება, რომ ნახე ამ ხელა ის ამ აქვს ეზო მაქვს და ამ ლომს შევინახავ. ფული მაქვს, ვოლიერს აუწყობ, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გავაკეთებ და კიდევ ერთხელ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, უფრო მნიშვნელოვანია, რაზეც შელაპარაკობდი, რომ ხალხს თავპირი აქვს გატეხილი დაჭერის შემდეგ და სისტემურად და წამება ქვია, ხო, აბა რა არის, წამების მსხვერპლი არიან დოკუმენტირებულად, მაგრამ ესეც რაღაცის ნიშანია, რომ აი ორი კანონები არსებობს ამიერიდან, რომ ვიღაცეებისთვის ისინი შეიძლება თქვენ აქ იყავით და deep state. ხო, იცი რა არის, აი ეს მე მესმის რომ შეიძლება აქვს რაღაც ესეთ ეგზოტიკურ ცხოველებზე გონება ეკეტება და უყვარს და გულწრფელად გაზდიდა, მოუვლიდა და დაუშვათ და არც თვითონ დაზიანდებოდა და არც სხვას დააზიანებდა, მაგრამ უყურე აი ესე ვთქვათ პატარა ამბავი, აი ერთი დღის ამბავი, აი უბრალოდ ვიღაცისთვის საჩვენებლად გაკეთებული ამბავი რო არ იყოს და აი ინფანტილური რო არ იყოს, შეიძლება ასეთი მიდრეკილებები ქონდეს და უფრო იმის გამო რომ ძალიან აღიარებული სპორტსმენი ხარ, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ამბავი დაიწყო, პროგრამა დაიწყო და აი ველურ ბუნებაში ამ ცხოველების ან მოვლა, ან სიტყვაზე ზოოპარკებში როა იქ მათთვის, აი რაღაც ის მოიფიქრო და ამ ცხოველებთან ქონდეს ურთიერთობა და ლომი რო ხარ გაერიო ლომებში. პრაიდში. ამ პრაიდში არის მოფიქრებული გამოდის ზადაგზა ის ქენია. ამ პრაიდში მაინც ეს. ანუ ვინც არის ის ინგლისური ლომების გროვას გუნდს ქვია პრაიდ ინგლისურად. ხო და ხო ეს ლომების გროვა. ხო ეს ხო უფრო დასაფასებელი და სერიოზული ამბავი იქნება. ყველა იცნობს დარწმუნებული ვარ ეს ფონდები რაღაც ის ყველა ითანამშრომლებს რომ
პირიქით რო გააკეთოს, არა თუ ესე ტყვეებად ყავდეს და იმათ სამკაულად ყავდეთ ვიღაც twin გადაბრუნებულ დიქტატორებს და ავტორიტარ ტიპებს ეს ცხოველები ავაზები და ის, არამედ აი მასეთ ტყვეობაში მყოფი ამ ველური ბუნების შვილებს მიხედოს და რაღაცნაირად იმ პირობები შეუქმნას და დააბრუნოს ან ხო ისე ხო ნიკო ძალიან სასაცილო არის ეს კანცელარიზმი ამ იმაშიც კანონმდებლობაში ამ ეგზოტიკური ცხოველების და ამ ველური ცხოველების და ველურ ბუნებაში ამოღება ველური ბუნებიდან ამოღება ეს ნადირობაზეც ესე ტერმინს ხმარობენ და იქ თავისი გარემოდან რომ მოწყვეთ ხო აქვია ამას ეს ლომი ახლა ამოიღეს სადღაც სავანიდან არა მაგასაც სადღაც დიდნენ არა ხო სადღაც ტყვეობაში დაბადებულია ის ხო იცი მაშინ რო იყო Netflix-ზე რო იყო დოკუმენტური ფილმი ლომების მეფეზე და იქ ზრდიან თავისი მთელი ის არის მაგრამ ცირკებსაც ძალიან ბევრ ცირკს ყავს ახლა ლომები და ვეფხვები და იქ რო ჩნდებიან ბოკვერები დიდი შანსია რომ იქიდან წამოიყვანონ და იყიდონ მაგ გადამყიდველებს ახლა მაინდამაინც აფრიკიდან და იქიდან არ მოყავს მან პრობლემა ესაა რომ მან ვისაც აქვს პრობლემა კი არა პონტი რომ ისინი ამ ლომზე არიან ორიენტირებული მოკლედ ლომი პროსტა არ ყავს რომ რაღაც კატა არის და წავა და მოვა და თავს მიხედავს ლომის პატრონი ხარ მე რა ვის რა ჭირათ უნდა რაღაცა ისქენი კი მე ზაღლი შეიძლება ხო არსებობს ძვირიანი ზაღლები რომ შეხედავ და აუ ლომის ფასი ზაღლი რო არის რაღაც იშვიათი კურცხალიან არ ვიცი რა არის მოკლედ შეიძლება რომ ყავდეს ლომზე უფრო ძვირი ზაღლი რამდენადაც ვიცი ან იმაში იყო ადრე რასად როდეში ქონდა შეკითხვა და მე ნახე რომ მართლა ეგრე იყო რომ ინდოეთში ყოფილა ეგეთი მეფეს როცა უნდა რომ დაესაჯა თავისი დიდგვაროვანი ვიღაცა ესა ჩუქნიდა სპილოს ანუ ხო ვერ გადააგდებ მეფის ნაჩუქარი სპილოა და ის გაყიდის მთელი ფული მაგ სპილოს მოვლაში მიგდის და ისე ხარ რომ კონან ობრაიანი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომიკოსი ამერიკელი ток-შოუს წამყვანი ყვებოდა როგორ აჩუქა ლეტერმანმა რომელიც ასევე ლეტერმანი ბევრად უფრო მდიდარია და შემხვდა და რაღაცა გამოგიგზავნეო ესე უთხრა და ეს ელოდება რომ მანქანას ხო არ მჩუქნის ეს ლეტერმას კოლექცია აქვს და ცხენი აჩუქა რომელიც ეს იყო გაგიჟა არ მინდოდაო ცხე რა უნდა მეყო ანუ ცხენს რა უნდა უყო რაღაც მე მოკლედ სადღაც გაუშვა სპეციალურ დაწესებულებაში სადაც ფულს იხდი და იგას მასაჟს უკეთებდნენ მაგრამ ამასაც კი გაუჭირდა ფინანსურად მაგის ისა ხო რომელიც კონკრეტულად მილიონერია ხო შენი შესანახია მაგრამ ის გჭირდება არის ეგრე ბევრი არის მდიდარი ადამიანი რომელსაც ეს ჯიშიანი მილიონები როღირს ცხენები ყავს და სადღაც რომელიღაც საჯინიბოში არის იმას უვლის ის სპორტსმენი ხედნის დაარბენინებს ყველა არა ხო იმას უნდა განსხვავებით მაგისგან ცხენი თვალი რო დახუჭო უცებ არ გავარდება და მეზობლის ბავშვებს არ გაგლიჯავს ალბათ და ლომმა შეიძლება რო ქნა ახლა გამახსენდა ადრე მახსოვს რაღაც მასალასთვის ისა რაღაც სტატიისთვის მასალებს ვაგროვებდი და რაღაც საქმე იყო სადაც აი ეს კადირომა თავისი ოპონენტი მგონი ლომს თუ ვებს თუ რაღაც დააგლეჯინა რაღაც ეგეთი ამბავიც იყო ხო გაგიკვირდა გაუკვირდა არა რაღაცა ისეთი ჯეიმს ბონდური ხო და მოკლედ რა შეიძლება ეს კონდეს ესეთი ვნება ამ იმას ეგზოტიკური ცხოველების მიმართ მაგრამ ამას შეიძლება მიცე ასეთი პოზიტიური მიმართულება რომ მათი უფლებებისთვის და რაღაც მათზე იზრუნო მოკლედ ყველანი გასაგებია რომ რაღაც რო ამბობენ რომ არ გარეკუთვნის რა ამბავე ყველაფერს აქვს თავისი წესი რომ რაღაცა ნებართვა ჭირდება მოიპოვო ეს ნებართვა ხო არ გაგიჭირდება შეიძლება კიდევ ერთხელ კანონის ყველა წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, მაგრამ რეალურ სამყაროში ცხოვრობ და მე თუ ფიქრობ, რომ რაღაცა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი უფრო ადვილად აიღებს რაღაცა ნებართვას, რომელიც ვიდრე მე, ხო რა ეგრე არის სამყარო მოწყობილი და მაინც არ მიკვირს და პრინციპში მაგის ძალიან წინააღმდეგიც არა ვარ, იმის და მიუხედავად რომ თეორიულად არ არის სწორი. და ის რომ იმას თუ დაიკიდოს კანონები და წესები რა არის, მაგის წინააღმდეგი ვარ, აი რა ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. აქ ქუთაისია, ხო? რაღაც სტილობა. კი და ის რომ კიდევ ერთხელ მე ბაღდათიდან ვარ წარმოშობით და ქუთაისზე ხუმრობები შემიძლია მე რა ვთქვა, იმიტომ რომ მაგ ჯიშის ლიცენზიას ფლობ. ხო, და ის რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და მართლა გენიოსია თავის საქმეში და რაღაცნაირად გამორჩეული უნდა იყოს, არის კიდევაც ხო ხალხის სიყვარული აქვს და ყურადღება ბიუჯეტიდან და ეს მილიონი და რაღაცა ხო, ახლა ბიუჯეტიდან აჩუქეს, ანუ ჩვენ კაპიკ შევაგროვეთ და გადავეცით და მართლა გულშემატკივრეთ და ყველაფერი. ხო, რავი, თვითონაც ახლა რომ ესე ოლიმან რა ქვია ზევსმა გამოგარჩია და
ოლიმპიელად გაქცია, რაღაც პასუხისგებლობა შენც უნდა გრძნობდე, რომ შენი ქცევა, შენი რაღაც გადაწყვეტილებები არის გადამდები, ხო? ახლა პატარა ბიჭი, რომელიც დარბაზში ვარჯიშობს, ახლა ამოთხი შენი ლექსი არავის აღარ გინდა რა. ხო, არა, თან ჯუდო არის, ხო, როგორც გამიგეს სამბო კი არ არიან რაღაცა ისა, იქ ისინი აქვთ, რომ ესე უნდა მოიქცე, ესე უნდა მოიქცე. სამბო საერთოდ რუსული ფენომენია. სამააბარონა რაღაცა. სისტემა სამააბარონი, ხო და რაღაც ხო? მაგიტო თქვი აგდებით, ანუ სხვა რაღაცა ის არ არის თქვენი. ალბათ ცუდი არ არის, იმიტომ რომ კომპილაცია არის სხვადასხვა ორთაბრძოლების გაკეთებული და ახლა ჯუდო და ეს ჯუდო, ხო? ეს თალკე ის არის სამყარო და ფილოსოფია და მიმართულება და ესთეტიზმი და მთელი ამბები და არის რა მეტი დაფიქრება მართებს და ისედაც როგორიც ამ ღარიბი გატყავებული ქვეყანა სადაც ცხოველები ადამიანები ერთნაირად იბრძვიან არსებობისთვის და გადარჩენისთვის ხო რაღაც შენი პრივილეგიების ჩვენება ის აი ისედაც ესთეტურად და რაღაცნაირად არ არის კარგი. საათი მარჯვენა ხელზე ეს მე არ ვიცოდი ეგ პუნქტი ეხა გავიგე და მაგიტო გავიმეორე 20000 ჯერ, იმიტომ რომ ახალ რაღაცას რო იგებ ხოლმე. ნიკო ერთი ხო გვაქვს დრო არა მე? არა, კომენტარებს უნდა ჩამოვყვეთ და ბევრი კომენტარი გვაქვს და სადაც რამის პასუხად მოიფიქრე, ის თქმა გინდოდა. რატო გაწყვეტილეთ ახლა ვერო რა? აი ინაუგურაცია მოდის. ინაუგურაცია მოდის და რა მოლოდინები გაქვს? იქით ის არის ძველი ადმინისტრაცია პრეზიდენტის აქეთ ახალი როგორ იქნება? აი შევხედოთ როგორ იქნება. დღეს ცაზე ორი მზე როგორ იკაშკაშებს ნიკო. დღეს იმაზე ვკითხულობდი Facebook-ზე მიმხილვა იყო იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა ქნა სალომე ზურაბიშვილმა და ერთ-ერთი დისკუსია მიდის იმასთან დაკავშირებით რომ აპირებს თუ არა რომ არ დატოვოს თავისი რეზიდენცია, საიდანაც მე ძალით გამოათრევენ და ეგ რაღაც სალომე ზურაბიშვილის შუქს ჩაუჭრიან და ალყას დაარტყამენ და ის რა სალომე ზურაბიშვილის ყველაზე ძლიერი მხარი არის მისი ესე ვთქვათ მეტყველების ვერ დავარქმევ ხარვეს მაგრამ სპეციფიკა რომ ქმნის რაღაც სტრატეგიულ ბუნდოვანებას აი როგორც მაშინ რო თქვა ის ძალიან ცნობილი ფრაზა ქაჯები მიდიან თუ ქაჯები მოდიან ხო ვერავინ გაიგო ქაჯები მიდიოდნენ თუ ქაჯები მოდიოდნენ და რჩებოდნენ ახლაც რაღაც ესეთი კომენტარი რო გააკეთა 29-ში რა მოხდებაო ხო რაღაც სალომე ზურაბიშვილის შემომეპარახმებში ხო რა მოხდებაო ხო ისეთი განმარტება გააკეთა რომ ვერ მიხდები ხო მოდი ვერ მიხდები ანუ ვიტყვით რომ იქნება რა არა ხო და რაც თქვა ჩვენ გვაქვს მაგაზე დაწერილი ხო და მისი ციტატებს თუ წაიგითხავთ არც დაცვა მჭირდებაო, არც ის ვიქნები ის რაც ვარ და ნუ აი ხო და ვერ მიხვდები. აი ეს მოკლედ სტრატეგიული ბუნდოვანება რჩება. შენ რას ფიქრობ, უნდა გამაგრდეს იქ ქვიშიანი ტომრები დაყაროს და იქ ტყვიანფრქვევი მაქსიმი მიაგოროს და დაიცვას თავი. და რა არა, ის და ანადოლიძემ თქვა რომ ზათვართო რომ ფიზიკურადაც დავიცვათო და. ხო, არის მაგას რა ჩემგან გესმის რომ არის. არა, კაცო, ეხლა თქვით უბრალოდ არ მესმის აზრი რა არის რომ შენობაში გამაგრდნენ და მე ესე რაღაც ყვილ მოკლეს გამოათრიონ რატო უნდა ქნან ეგ არა მე როგორც ოფიცრის კურსზე გავლილი ნიკო ესე იგი პირველი ესე თქვა ძლიერი თავდაცვითი ზღუდე უნდა აშენდეს ორბელიანის სასახლის წინ სანამ ანადოლიძე და სასტავი იგერიებს ყაველაშვილს სალომე ზურაბიშვილი ბესელია და ისინი გადადიან ავლაბარში უკანა პრეზიდენტის ძველ სასახლეში მოულოდნელი წვარზე ფეთქდება ყველა ხიდი იმ სასახლეში მე რა უნდა აკეთონ იქ არაფერი არ არის საჭმელი რაღაც შეიძლება მაშინ მომარაგებული უნდა საჭმელი უკვე მომარაგებული გვაქვს ნიკო და როცა მათ შემოარტყამენ ალყას უკნიდან მეორე ალყა მოდის და მე ალესის ალყას ვცდილობდი რომ მომეყოლა კეისრის ამბავი იყო მაგრამ გადაგხავს ძველ რომში ყველაფერი ძველ რომში გადამყავს ეგ არის ჩემი ცხოვრება ნიკოსთვის ყველაფერი ყველა გზა რომში მიდის ხო და მოკლედ ესე იქნება ნიკო ესე იგი იქნება ტყრის მარცხენა სანაპირო არა თან იცი რა არის ბოდიში მაგრამ ეგ რაც ყველაფერი მოყავ ეგ თხრილის გარეშე არ გამოდის რაღაც YouTube-ზე უყურებდი რაღაც შუა საუკუნეების ისტორიკოსი ფილმებს და რაღაცებს განიხილავს ხოლმე რამდენად რეალისტურია და ყველგან ამბობდა რომ თხრილები თუ არ არისო ეგო არ არისო რეალისტურია იმიტომ რომ მთელი ეს ბრძოლები იყო რომ ციხესიმაგრის გარშემო თხრილი თუ მინდორში ერთმანეთს ეტაკებიან და 1 საათი გაქვს თავისუფალი თხრილებს აკეთებ მოკლედ თხრილი არის მნიშვნელოვანი და სად ორბელიანის სასახლის წინ არ არის მაინდა-მაინც შეიძლება პატარას ბაღი გამარგო აი არ უნდა მოენგრიათ გახსოვს მან ამერიკის საელჩო რო იყო და ის ანტიტერორისტული კედელი რო ააშენოს
კიდე გექნება საშუალება ლაპარაკის, უბრალოდ მინდა რომ კომენტარები მეც ვფიქრობ, რომ არაფერი არანაირი წინააღმდეგობა საჭირო არ არის, აი აქვს არჩევის თვალსაზრისითაც მე ამ ბოლო 5 წლის განსაკუთრებით 2 წლის განმავლობაში გაკეთებული განცხადებების, აქციელების მეტი ლეგიტიმაცია აქვს, მორალური უპირატესობა აქვს და არ უნდა დაკარგო ესა, ხო? არ უნდა გაანიაო. ერთი რაც კარგი მოყვა ამ აქციებს, როგორც შეფასების მხრივ, მოკლედ ვერ ჩამოვაყალიბე ლამაზად, მაგრამ აქამდე იყო ხოლმე სულ ეგზისტენციალური თარიღები, რომ აი ახლა თუ რაღაცა მოხდა, მე რაღაცა მოხდა და ყველა ეს აქციის მონაწილეები, აქედან ჩვენ ჟურნალისტები, ისა რომ აი რაღაც გაიშალა იქ რო შევიდეს, რა ქვია, იმ კაცს, ჩვენ ახალ პრეზიდენტს ყაველაშვილი შევიდეს იმ რეზიდენციაში, რამე რა მნიშვნელობა აქვს? ხო, არ ვიცი. ხო, თან როგორ ჩანს, აი თვითონაც გრძნობენ, არ ვიცი ეს ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე, რომ თვითონ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება ხდება. აი ეს ინაუგურაციაც რაღაცნაირად ეჭვი მაქვს, რომ აი ამ დაკნინების მორიგი ის იქნება ნაბიჯი, სრულიად ძალიან ესეთი ვიწრო წრეში, აი მარტო შინაურები რომ ჩაუსხდებიან ხოლმე რაღაც ეგეთი ის იქნება თვითონ პარლამენტის შენობის შიგნით. სხვათა შორის ნიკო, რა სადღაც 2 კვირის წინ გავაკეთე მაგაზე მიმოხილვა ყველა პრეზიდენტი ვინც ყავდა ხო 6-ვე პრეზიდენტი ძალიან კარგი ის იყო რა ერქვა მაგას წავიკითხე ჩავყავი ბოლომდე და ესეთაურად მაგრამ ნუ იოლად მოძებნია ჩვენ საიტზე მიდან გამსახურდიადან ყაველაშვილამდე პრეზიდენტები როგორი ინაუგურაცია ჰქონდათ რა პირობებში აირჩნენ ვინ იყო რა სიტყვები ითქვა სტუმრები და ასე შემდეგ ამათ მე მგონი და შესაძარებლად არის კარგი აი როგორ ხდება აი რაღაცნაირად ესეთი კვეთრი დაღმასვლა ამ ინსტიტუტის. რა ხან ბარემ აი ყაველაშვილი ვახსენე და პრეზიდენტის არჩევა ფენოვანის ახალი გადაცემა კი არა და დაიდრობა? ხო, გუშინ დაიდო, აი მაგაზე როგორ აირჩიეს ყაველაშვილი პარლამენტში და არის საოცარი ნამუშევარი და მოკლედ ხალხო გირჩევთ რომ ფენოვანი 2:50-ზე ჩვენთან 2:50 რატომაც არა ჩვენ ვებსაიტზე კი არა და YouTube-ზე უყურებთ. ეხლა კომენტარებს წავიკითხოთ, ბლომად არის და გზადაგზა სალაპარაკო თემაც გექნება, ანუ ზოგი არა ვარ წინა. არა, ხო, აი მაკექსანდრა სათხართ ბოლო კვირის განკითხვის ჩატევას 1 საათში აპირებთო გუშინ მოგწერა. ხო, ეგრე ვშვებით. აუქნათ. ბოლო 2 დღეს მიმოვიხილავთ ხოლმე როგორც წესი, იმიტომ რომ ორშაბათის ამბები უკვე ჩვენთვის დაგვიანებულია. ესეთი გიორგი ელისაბედაშვილი. ესეთი ფამილარული საუბარი თითქოს საკუთარ საკუჭნაოში საუბრობდით არასერიოზული არასაინტერესოა? გეთანხმები, ხან არასერიოზულია, ხან არასაინტერესოა, მაგრამ ხალხი ყავს უყურებს და მოგწონდეს, საკუჭნაო არ არის. ეს არის სამზარეულო. ეს არის ჩვენი რადიოს სამზარეულო. აქ მოდის ხოლმე ხალხი და ბოლო დროს გაჩნდა ჩივილები. რატო არ შეიძლება რომ გადაცემა სადმე სხვაგან ჩაწეროთ, იმიტომ რომ ხალხს ჭამა უნდა ხოლმე და ხანდახან აქ რო წერთ უკან გაივლის ვიღაცა და დავინახავთ რომ ესე როდის მორჩებია რომ ჩვენ ეს იოგურტი შევჭამოთ. მაგრამ გასტროენტეროლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების რიგი გვიდგა. ხო შეიძლება რომ სხვაგანაც ჩაწეროსო და დაახლოებით იგივე ვიზუალი იყოს და შეიძლება, მაგრამ სამზარეულო როა, აი ამას რას უზამთ მე? აი. არა, და ის თქვი რომ მაგას წვეტავ მე ესაც ჩაიწერე. ო. მაგას ვიტყოდი რომ ყოფილიყო სიმართლე, მაგრამ მაინც. ახალ ეპიზოდში რეგიონული მარშებიც განიხილეთო და ეს წერს ილია ბატიაშვილი და კოჩა მაისურაძე მარშების არასერიოზო მართლა იყო ვალიდური მოსაზრებები, მაგრამ მე მგონი გააკეთეს თავისი საქმე და მუხტის მცირე რეინკარნაციაც გამოვიდა. გააკეთეს კი ბატონო. პოტერჰედების მარში საკმაოდ ნიშური იყო ამ კვირაში, თანაც წილად ხვდა ქორიძეს გაეშუქებინაო თამთაქ წერს ამას. ერთ-ერთმა ტელევიზიამ ლაივში ჩართო, თუმცა კორესპონდენტს წარმოდგენა არ ჰქონდა ჰარი პოტერის სამყაროზე. ზუსტად ის სცენარი იყო, ყველა რომ ჩუმატაა და ჟურნალისტის ინტერპრეტაციას ისმენს მაყურებელიო. და თამთამ Spotify-ზე რაც გამოჩნდითო ორჯერ გისმენთ ხოლმეო. თამთა after all this time always თუ როგორ არის მე არა ვარ. მეც აი ხო რო გითხრა რომ ვუყურებ ხოლმე უფრო აი ზამთრის ახალწლის პერიოდში ყველა სერიას ჩავერთო ხოლმე, მაგრამ მართ ყველაზე ჩემთვის ისეთი იყო. არ იყო ბევრი, რაღაც 10 კაცი იყო თუ 12, მაქსიმუმ 20, იქიდან 10 ბავშვი, 10-ის დასრული ადამიანი და საყვარლობა იყო რა, ზოგი იმ ფორმაში იყო, ზოგი ამ ზოგს იმის ჯოხი ეჭირა, ზოგს ამის ჯოხი და კაი იყო რა და წარწერები ქონდა ძალიან სასაცილო. წარწერების მხრივ, ბანერების მხრივ, მე მგონი ყველაზე გამორჩეული მაინც
მეგრელების ალბათ იყო უბრალოდ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე მაგრამ კახელები იყო ტოპ მართლა ჩემთვის კახელების იყო აქ ხვალ იქნება ალბათ მე ველოდები ლელას ვოისის ხალხის მარშს იმიტომ რომ იმათაც კარგი ისექნებათ ლელას ვოისმა ბოლო დროს დადო გოგო თეონა აკეთებს წლებია მაგას და ხარისხი არ დაუგდია კი არა კიდე უფრო უმატებს და ხოცი რომ უყურებ და instant classic ესა რო არის კახელებს აქვს იუმორი სუპერ რა ეხლა თქვენ მაცალეთ მე და GMM-ი ვლაპარაკობთ ნიკო ძალიან გამეხარდა Slay the Spyro მახსენეო თამაშია ეგეთი კომპიუტერზეც არანაკლები კარგია მაგრამ ტელეფონში მაგაზე კარგი თამაში იშვიათიაო მართლა ბალატროც წადე ეგეც არანაკლებია სანამ მეორე ნაწილი გამოვაო ეხლა საქმე იმაშია რომ ბალატროც ფასიანია მგონი $10 იყრის და მენანება რომ გადავიხადო მაშინ როცა Slay the Spyro არა მაგ ჯერ ბოლომდე ათვისებული Ascension 5-9 ვარ გააჩნია იმის ხარისხის მიხედვით და ჯერჯერობით კარგად მიმდის და აი აქციაში და მარში არ მიიღო მონაწილეობა. იცი რა არის დიდხანს ვიჯექი და იმას სუმოებზე და რაღაცებზე ვისმენ ხოლმე და შეიძლება რომ ჩემიც ისავ. არა, განა ბოსმენის ატანა არა მაქვს. იქ მარსზე რო შეიცხადე, არაო მეო რა. რა. აი მაგ მოთამაშეების მარში და რა. გეიმერებზე ეს რანაირათო მეო და სუპერ პროფესიონალი. როგორ შედგებოდა ყველა მესე თუ გაასავსავა ხელები. ანუ აქ ერთ-ერთ ეწერა, ეხლა ჩამოვედი რომ ვიპოვო World of Warcraft-ის მოთამაშე იყო და ამბობდა რომ ცალკე უნდა იყოსო. ვეღარ ვიპო, ხო? ნახე, ეხლა წაგიკითხავთ და თუ გეზარებათ ამ ჩემ ფეხებს. თამარ მებონია თან. World of Warcraft-ის კლასები ცალ-ცალკე გამოვიდნენ მკურნალები ორშაბათს, ტანკები სამშაბათს, DPS-ები, ქართველი გეიმ მასტერებით ვერ დავაკომპლექტეთ პროტესტ, თორე ეგეც კარგი იქნებოდაო. Frostmagi მოდის ერთი და კიდე პერსონაჟების სკილებით მოსვლა რო შეიძლებაოდესო აი იქნებოდა. ეხლა ნახე რა შეასაქმე მაგაშიც შემოგედავები არა. ეხლა ჯიმი აკიხსნებს. როცა არის როლური თამაში, კიდე მასიური MMORPG არის ესა, მაგრამ არის ძირითადად სამი კლასი. კიდე უფრო ქოვითაც არის ხოლმე, მაგრამ სამი არქეტიპია. ტანკი, შენი პერსონაჟი, რომელიც საქმე არის. გოჩარო იყო. ცხოვრება რომ მივუძღვნა. თქვათ მოიზიდო შენკენ რისხვა მოწინააღმდეგის და ძლიერად ვერ ურტყან, მაგრამ ბევრი ის აგაქ რო არ მოგხვდეს ძალიან. არის DPS-ი damage per second, რომელიც იმას კლავს და არის მკურნალი, რომელიც არჩენს ძირითადად ტანკს და off-healer-ი, რომელიც მოკლედ რა. ეხლა ნახე რა შეასაქმე რომ მე რო გამოდივარ მარშზე და თქვა თუ არ Shadow Priest-ი. ვისთან მივდივარ DPS-ებთან, იმიტომ რომ DPS-ებთან მივდივარ, მაგრამ მე მკურნალების მარშზეც გადავდივარ და რომ მეკითხებია რომ შენი ქარი ყავი, მე ვეუბნები რომ იქნება second-ი მაქვს Holy Priest-ი, რომელიც ხავდა. ანუ Priest-ი ალბათ ქურმად ითამქრება ამ შემთხვევაში და არა ბლად. ჭრდილოვანი მღვდელი არის, რომელიც იმას კარდინალი ნაცრისფერი. ხო. და მეორე მკურნალი არის, მოკლედ რა, მინდოდა რომ ქურუმი მკურნალი. ანუ ჰილერი არის კლასი, მლხენელი შეიძლება თქვა, ქართულად ეგრე ამბობენ ხოლმე ბოლო დროს, ანუ არა მკურნალი, მაგრამ უბრალოდ მაგაზე მინდოდა მელაპარაკა, არაფერი ის არ არის. არაფერი საჭიროება არ იყო ამის. მართლა არ იყო. აიცი რა არის, ორი წელი აღარ ვთამაშობ, World of Warcraft-ი დიდი ხანი აღარ ვითამაშია, ვისაც აინტერესებდა თამაშობ, აი პანდარენი რო გამოვიდა, მაშინ შევწყვიტე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მესმის რომ ლორში ჯდება Warcraft-ის პანდები რაღაცა მთელი ამბავი, ჩემთვის საინტერესო ის არ იყო რა, ვერ ჩავერთე მაგაში ბოლომდე. არც ერთ არ გვაინტერესებს, მაგრამ ვაიცმები. სუმოზე ვისმენ, ყოველ დღე ვისხედი და სუმოზე ვლაპარაკობთ. წლების წინ რა. აღარ აქვს. აღარ აქვს სუმოზე. აღარ აქვს სეკიტორი. ძალიან რომ დავიწროდეს მასშტაბი მაგალითად ბოდიში ნიკო მაგალითად ტოჩინოში მას დაუგულა იმას რა ქვია ლაშა ბეკაურს ეგ და გულები და ლომები დაუკომენტარა ვიდეოზე. 1-2 პანდა მაგას ეყოლება. აი დავით პირაძე მელოტების მარში არ იქნებაო? მეც შეგვიძლია თამამად გავერი. ესა ვართ გადავიდეთ. შენ კიდე რით ვერ გაქვს რა ისა გაქვს ნახე შეიძლება გეგონოს რომ ყავდია არა. იმიტომ რომ აგერ დასაწყისიდანვე სიყალბე რო გაქვთ, ვითომ კამერა ჩართული რო არიცით, თავს რო იმზევებთო. არა, ხალხო, მართლა არიცია. ჯერჯერ რატო არიცოდა, გითხრა, ეს ჯიმისის იყო. ტაში დაუკრა, დავიწყეთო ჩაწერაო თქვა წინაზე ქორიძემ და ჯიმი ესე იყო, დავიწყეს ჩაწერა, ხო, დავიწყე. გამოგვიჭირეს ნიკო? გამოგვიჭირეს რომ ვიტყუებთ. ძალიან ვიცინე თეატრში ხართ. და რისთვისაც გიხდიან, მაგრა დასრულებ და ლაპარაკობთ.
მადლობა, არა კაი ესე კი არ გვაქებენ ხოლმე, აკამობენ რომ ცოტა უკეთესები უნდა იყოს. ნიკო, კი რისი თქმა მინდოდა და ვერასოდეს ვერ ჩავაკვეხე. აი ამ იმან მარათონმა, იმის საპროტესტო აქციების მარათონმა რა მოიტანა, იცი? შეწყდა საუბარი, რომ იქ ფულს უხდიან, მას უხდიან, იმის გამო ამდენს უხდიან, $100 დგანან და $100 თუ 100 აღარავის არ ეყოფა არც ერთ ფონდს, არც ერთ იმას სოროს. რომ ამდენ ადამიანს ამდენი ხნის განმავლობაში ფული უხადოს. არა, აი მე რამდენი არ ვიცი, არ ეყოფათ ფული. რამდენი დღეა გასული პირველი აქცია? 28 რა, თლაგვერია. მათ პლეიერი წესო გრძელი ის არის და თავიდან ბოლომდე არ წავიკითხავ ბოდიში რა, არ არის გრძელი კომენტარების დრო და ეპოქა. ეხლა ძალიან მინდა ვინმე დამისაბუთოს და დამარწმუნოს რატომ უნდა ვიარო მარშებზე, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს გავხდი დაეჭვებული პროტესტების მიმართ. აი რატომ? გეტყვი, რატომ ერთი ოპოზიცია ვერ დამარწმუნა რომ არჩევნები გაყალბდაო და მეორე არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ჩამოყალიბებული გეგმა მძიმე ტურბულენტურ საგარეო ვითარებაშიო და ჩვენგან მაგას არ ელოდო რომ ვინმე დაგისაბუთოს რომ სადმე უნდა იარო, ანუ 100 წელია პირიქით. აუ ერთი მეც გადავდებ ამას და ის გქონდა სათქმელი და ბოლოში ეხა გამახსენდა. ქარუს კაცი რო არის, კომპანია ქარუს დამფუძნებელი, რომლის სკრინი გავრცელდა და სადღაც ბარში ვიყავი და იქ აგინებდნენ იმას, რომ ფუ ეგ ვინ ყოფილაო და სკრინი იყო მოჭრილი. თავში უწერია, რომ თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ თუ შეიძლებაო. ჯერო ვიტყვი რომ მე ევროკავშირში გაწევრიანების ამის მომხრე არა ვარო, იმიტომ რომ რაღაც ჩემი მოსაზრებები მაქვს და იქ თავდებოდა ხო რეგულაციები ძირითადად მაგის გამო. იქ დასრულდა სკრინი და ყველა აგინებდა რომ რაღაცაო და მე აღმოჩნდა რომ იმას კიდე ორი აბზაცი უწერია რომ მაგასო არა აქვს მნიშვნელობაო მე რისი მომხრე ვარ და რისი არა ვარო უმეტესობასო უნდაო ევროკავშირიო და ამიტომ უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ და ძალიან სწორი რაღაცა ეწერა ადამიანს ანუ პირველი ნაწილი კი არა მაგრამ აქვს თავისი მოსაზრება როგორც ვთქვათ ლიბერტარიანული რაღაცა ეს ბაზარია რეგულაციების წინააღმდეგ რომელიც აკრძალული არ არის კი არა პირიქით რაც უფრო მეტი სხვადასხვა მოსაზრება გაიჟღერებს იქნება მანაც რაღაცა რატო გაუკეთეს ეს ცუდი საქმე რომ მოუკროპეს თავიდან ამოუჭრეს ის აზრი და უმახინჯეს სრულიად ანუ სხვა რაღაცას ამბობდა ადამიანი და თან რასაც ამბობდა ყველაზე უფრო მაგისკენა ვარ ცხოვრებაში რომ ყველაფერში ერთმანეთს სხვა არ ვეთანხმებით მაგრამ ხანდახან არის რომ რაღაც გვა კონსტიტუციაში გვიწერია ხალხმა მაგას მიცახ და მე რას ვფიქრობ მაგას არ აქვს მნიშვნელობა იმას დაუჯეროთ კაი რაღაცა ეწერა კაც და გული დამწყდა რომ სადღაც რენდომ კუთხეებში ვიღაცები აგინებდნენ იმიტომ რომ არასწორის გამოიტანეს აზრი მანდედან ხო კი და მე ახლა ხო არ ვიცი აი თუ ამ ინფორმაციასთან მუშაობის რაღაც ელემენტარული გამოცდილება გაქვს ხო აი ესეთ მარტივ იმას სიმართლეს ხო არ უნდა ენდო და უნდა გადაამოწმო ხო ეგრე მარტივად რომ აი მე ევროკავშირის წინააღმდეგი ვარ და რაღაცა და დამთავრდა ხო რაღაცაშია საქმე ამის სათქმელად არ ჩაწერდა ვიდეოს ხო რაღაც მეტი იმას აღარდებენ რომ შოთი არველაძე თუ ვინ უნდა შეხვდეს ისა კარდს ხო იმედიდან და ხო უკვე 20 დღეა შოთა არველაძე დუმს და არა და დუმზე კარდებზე გამახსენდა უსინდისოები ჩვენ მოკლედ ჩვენ კოლეგებს აქედან ორშაბათობის ძმებს ტატოს და კალატოს ხო რომელსაც უყურებთ ხოლმე როცა მოგვეცემა საშუალება და როცა დაკავებულები არა ვარ და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენს გარეშე 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი უყურებს არიან ძმები საინტერესოდ აყალიბებენ სპორტზე აზრს ალბათ როგორც ამბობენ მე არა ვარ მე თამაშების კაცი ვარ მე ნერდი ვარ მაგრამ ვინც უსმენს ამბობს რომ ისიც უთქვამთ რომ რაღაც აი ტაკომ დღეს ისულელი თქვა რაღაცა მაგრამ პატივისცემის ამბავში ანუ კამათში შედიხარ მე ისულელი თქვა იმიტომ კი არა რომ არ იცის იმიტომ რომ იმას არ ეთანხმები და აი ნახე მოკლედ მათი აზრი ყოველთვის საინტერესოა და მასში გაშავების მცდელობა განწირულია ხო ცირა არის გარდა იმისა რომ სიტყვაზე მე ჩემ თავზე რო ვთქვა რომ სიტყვაზე ვეთანხმები უმეტეს შემთხვევაში ხო საინტერესოდ არგუმენტირებულად ემოციურად ასაბუთებენ ამ თავის მოსაზრებებს და არა ისე უბრალოდ რომ რაღაც თეზისებს გეუბნ. ის ხსნის და ლოგიკასაც მიყვება და ისაბუთებს. პოდკასტებზე გამახსენეთ თუ თქვენ ახსენეთ მეც ვახსენებ. ბარემ იქნება მივიდეს იქამდე ჩემი ხო. ინტელექტის კომპლექსი აღარ გადის უკვე ერთი თვენახევარია ველოდები და იქნება ვინმე მოისმინოს ჩემიც. მე რო გავიდე თქვენს მერე ეგ მაგას უსმენ მათ პოდკასტს ხო და ეგ მინდა რა. რომელია შენ საყვარელი წამყვანი მანდ?
ორივეს კარგად უსმენ რა, მაგრამ ვინ არიან, აბა თუ იცი. სახელები არ მახსოვს, მაგრამ stand-up comedy-ის ჩვენები კაცო ის არის, ხო? ხო, მაგრამ სახელები არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს სახელებს? სახელს არა. მაგრამ ძალიან დიდი ხანი არ დაუდიათ. ხო და ეს არველაძის ქარდზე მოწდნენ, იმიტომ რომ თავიანთი რუხაძის ის გაქარდვა დაიწყეს, ის რუხაძე, ხო, გეცოდინება შენ ბიზნესმენთა შეხვედრიდან, პრემიერ შეხვდნენ ბიზნესმენები. ანა და ონისი არიან, ეხლა ჩავხედე რომ მეთქი სხვა სხვა წამყვანი სხვა არ აყავთ მეთქი ან სურათებს შევხედე რომ მეთქი იქნება მინდიაცის და რაღაცა მიყავს და ვინმეს არ დავაკლოთ რა ირაკლის ან ხო და მოკლედ უცბად გაჩნდა საჭიროება რომ თავიანთი შეფი გაეკარდათ ნიკო როგორც ჩანს უკმაყოფილო და თვითონ ჯერ ზეპირი კომენტარიც გააკეთა მაგრამ ჩვეულება ჯულზე უმტკიცესი არის რომ ჯერ ეს დიდი 15 წუთიანი ალბათ ეს კომენტარი გაუშვეს ვიდეო და მე დაიწყეს გაქარდვა ხო ესე იგი გაქარდვით გაკარგვა დაიწყეს აღარ ჩათვალეს რომ არ იყო სათანადოდ კარგად წარმოჩენილი ბატონი რუხაძე ამ თავის ვიდეო კომენტარში და მე ეს მესიჯებად დაშალეს და გაკარგეს. შემდეგი გადაცემა წესით არ გვექნება, იმიტომ რომ პირველი არის ან ორი. პირველში არ ჩაგვაწერინოთ რა. იცი რა, მოდით ხო პირველში არ გვექნება. აი, ეხლა უცბად გამახსენდა რომ პირველი ორი არის. ერთი კვირა გაძევით ჩვენ გარეშე რა. ნიკო რა. საბაბი გექნება რომ არ დაათრე 31-ში და პირველში რომ იტყვი რომ ბიჭები მუშაობ. მუშაობთ ჩვენ. ხუთად არის ორი, მაგრამ ნუ აი ორში ბედობას. ხო, გინდათ ჩვენი გაცემის მენა ორში? 9-ში. შევიკრიბებით ლამაზად და ვნახავთ რა მოხდება ახალ წელს და თუ ეხა ის იქნება მანამდე რაღაცა განსახილ ეხა არ ვიცით რას ველოდეთ, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცოდით ყოველ წელს რომ ახალი წლებია, რაც 31 პირველი ყველა ისვენებს, არაფერი არ მოხდება. ეხა არის 31-ში ღამე ყველა ჯერ სახში მე გარეთ ხოძზეა. როგორც ვიცი რაღაც საცივების თუხი რუსთაველზე და რაღაც ანუ მუშაობა გვიწევს რა ჩვენს და თუ რაღაცა იქნება განსაკუთრებული ჯერ სახლში მე რუსთაველზე და აი მე ვნახოთ. ხო, მოკლედ სავარაუდოდ არ გვექნება ორში, მაგრამ ნუ შევხედოთ. მადლობა დათო რომ გაგვახსენე. მადლობას ყველას, ვინც დაწერა კომენტარი. მადლობას გიხდით ყველას. 20-25-ში შევხვდებით. ერთი წელი ვეღარ გნახავთ. და ნახვამდის, აბა, მრავალ ახალ წელს. კარგად. რას ისურვებდით დაწერეთ მომავალ წელს? აი, call to action-ი დაგვავიწყეთ.